მოგესალმებით, პალიტრანიუსის ეთერშია გადაცემა Lunch Time-ი. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია ბატონი ზაზა თელია, რომელთანაც დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვია. მოგესალმებით. და მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, რომელიც ცოტა განსხვავებული ფორმატის არის და ვცდილობთ, რომ ჩვენი რესპონდენტები ცოტა სხვა კუთხით გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. თქვენთვის რამდენად კომფორტული არის, ვთქვათ, არაპროფესიულ თემებზე საუბარი ინტერვიუს. მადლობა მოწვევისთვის, პატივია ჩემთვის. როგორც წესი, როგორც პროფესიული კუთხით ხდება ხოლმე ინტერვიუები ჩემთან, თუმცა ეს ფორმატი ძალიან საინტერესოა, იმედია საინტერესო გამოვა მაყურებელს. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ. მაშინ დავიწყე ბავშვობით, იმიტომ რომ პირველი კითხვა, როგორც წესი, ბავშვების გახსენებას ეხება ხოლმე ჩვენ რესპონდენტებთან. თქვენ შემთხვევაში, როცა იხსენებთ იმ წლებს, აი რა არის ყველაზე მძაფრი, ყველაზე განსაკუთრებული მოგონებები, რაც ბავშვობასთან გაკავშირებთ? ზოგადად ორნი ვიყავით, მე და ჩემი ძმა, ასაკში სხვაობა მინიმალურია, 1 წელიც კი არ არის. 1 წლით უფროსია ჩემი ძმა, შესაბამისად ბაღშიც, სკოლაშიც, კლასშიც, ერთ კლასში ვსწავლობდით, ბაღშიც ერთად დავდიოდით, შესაბამისად რაღაც ორი ადამიანი ერთად ვიყავით ხოლმე სულ. და მასთან შედარებით მე უფრო ცელქი ბავშვი ვიყავი და რა თქმა უნდა იყო ხოლმე რაღაც პატარ-პატარა გაუგებრობები, ჩხუბიც, მაგრამ რა თქმა უნდა ოჯახის წევრები ცდილობდნენ რომ რაც მარტივად ყოფილიყო, მოგვარებადი ეს საკითხი, სხვათა შორის ჩემი ძმა უფრო ნიჭიერი ბავშვი იყო და სწავლითაც უფრო მეტად გამოირჩეოდა, თუმცა მეც არ ყოფილვარ ზარმაცი. ყოველ შემთხვევაში დღემდე ჩემს თავს ნიჭიერ ადამიანად არ მივიჩნე, უფრო ალბათ თუ რამეს მივაღწიეს მიღწევა ალბათ უფრო შრომის ხარჯზე იქნება განპირობებული. ყოველთვის ვცდილობდი რომ მეშრომა, ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაცნაირად სხვებთან შედარებით უფრო წარმოჩენილი ყოფილიყავი იმით რომ მეშრომა უფრო მეტად რეალურად და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რის გამოც მე თუ რამეს მივაღწიე და სკოლასაც თუ გავიხსენებთ, არ ყოფილა შემთხვევა, მე არ მახსენდება, რომ მაგალითად სახლში მისვლის შემდგომ გაკვეთილები, მოსამზადებელი გაკვეთილები მე დამეტოვებინა და სხვა საქმე გამეკეთებინა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ჯერ უმეცადინეობდი და შემდგომ უკვე იმ დროს უკვე სხვა რამეში, მაგალითად ეზოში ჩავიდოდი და უსწავლელი არ წავიდოდი არსად, რაღაცნაირად ეს მქონდა გამჯდარი გონებაში, რომ არ უნდა დამეტოვებინა საქმე, რომელიც ისედაც ჩემი გასაკეთებელი იქნებოდა. ანუ ბავშვობიდანვე იყო ეს შრომის მოყვარეობა და პასუხისმგებლობა თქვენში, კი, პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალ დონეზე მქონდა დღემდე, მაღალ დონეზე მაქვს ეს პასუხისმგებლობა კი და ნუ შრომის ხარჯზე ალბათ უფრო იყო ეს განპირობებული. როცა უკვე პროფესიის არჩევის დრო დადგა, რამდენად მარტივად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ანუ თუ იცოდით თქვა თავიდანვე სად გსურდათ მომავალში თქვენი განვითარება? გამომდინარე იქიდან რომ ყველა პრაქტიკულად ყველა მშობელიც, ბებიები, ბაბუები, ბიძა ყველა მყავდა ექიმები და ექიმების ოჯახში გავიზარდე. შესაბამისად ყოველთვის მეც მსურდა ექიმობა და ბავშვობიდანვე სკოლის დასაწყისიდანვე ვიცოდი რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. თუმცა რა თქმა უნდა იყო გარკვეული ტიპის გონებრივი გაუგებრობა ჩემს გონებასთან, ასე ვთქვათ, უკვე ალბათ როდესაც სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ვაბარებდი ამ ასაკში მოგეხსენებათ. განსაკუთრებით ბიჭებში ცოტა რთულია და რაღაცნაირად კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, უნდა მინდოდა თუ არ მინდოდა ექიმობა. შესაბამისად შემდგომ ისე მოხდა რომ განსაკუთრებით მამის რჩევით ავირჩიე ეს პროფესია და დღემდე მადლიერი ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ და რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მიყვარდება ეს პროფესია. იმიტომ რომ ერთის მხრივ აუარებელი შრომატევადი საქმეა და
მუდმივი ყოველდღიური აპგრეიდი გჭირდება საკუთარი თავის. სხვა დარგებშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით მედიცინაში, იმიტომ რომ ეს არის აუარებელი ულევი მასალა ინფორმაციის, რომელიც უნდა ყოველთვის თადარიგი დაიჭირო, რომ არ ჩამორჩე. და მეორეს მხრივ კმაყოფილება, ანუ ადამიანების, ვისაც ეხმარები, გინდა რომ დაეხმარო, ეხმარები და ამ ადამიანების უმეტესი ნაწილი არის კმაყოფილი და მადლიერი. ვერ აგიხწერთ ენით გადმოუცემელია ის შეგრძნება რა არის, როდესაც შენ შეგიძლია ადამიანი, რომელსაც წლების, თვეების, ან შეიძლება დღეების პრობლემები აქვს, ჯანმრთელობის, რომელიც მას სერიოზულად აწუხებს და შენთან მოდის დასახმარებლად და შენ ეხმარები და ამ დახმარებით ის არის ძალიან მადლიერი და ამის გადმოცემა ძალიან რთულია სიტყვებით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანის. შესაბამისად, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ დროთა განმავლობაში დღითი დღე ეს ჩემი პროფესია რაც არის ძალიან მომწონს და ანუ არასდროს გინანიათ ეს გადაწყვეტილება რომ ეს სფერო აირჩიეთ, ხო? თუ იყო რამე ისეთი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში ან მოვლენები, რომელმაც რაღაცა დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე, ან შეგცვალათ, შეიძლება სხვანაირად დაგაფიქრათ რაღაცებზე, ყოფილა ესეთი? ყოფილა, რა თქმა უნდა, მსგავსი მოვლენები, როგორც გითხარით, თავიდან ზოგადად ცელქი ბავშვი ვიყავი. გარდა ამ სიცელქისა იყო გარკვეული ტიპის პრობლემები, ზოგადად გამომდინარე იქიდან, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში, ასე ვთქვათ, გავიზარდე და მოგეხსენებათ იმ პერიოდში ქუჩის ცხოვრება, იქ მეგობრები, ძალიან ისეთი ზოგადად ფართო წრე მყავდა სამეგობროსი და ძალიან რთული იყო რაღაც თადარიგის დაჭერა, თუ რა შეიძლება მოხდარიყო. ერთგვარად ახლა რო ვიხსენებ, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც შეიძლება ზოგ შემთხვევაში ბეწვის ხიდზე გავლაც კი ყოფილიყო, თუმცა ყოველთვის გარკვეული ტიპის პრობლემები, როდესაც მქონდა ცხოვრებაში, ყოველთვის მახსენდებოდა მშობლები და ყოველთვის რაღაც ერთგვარად ჩემი მეორე მე, ასე ვთქვათ, მეუბნებოდა, რომ აი ამას თუ გავაკეთებ, ეს თუ მოხდება, მე ეს როგორ ფაქტორს ითამაშებს ჩემს ცხოვრებაში და ჩემს მშობლებზე, ანუ ჩემს ოჯახზე, ჩემი ოჯახის წევრებზე რა გავლენა შეიძლება ამას ან მოახდინოს და შესაბამისად ყოფილა ბევრი ისეთი შემთხვევა, რომ ზუსტად აი ამ ფიქრების გამო მე რაღაც ისეთი არ გამიკეთებია, რაც მე შეიძლება და ჩემს ოჯახზე ან ოჯახის წევრებზე ან მშობლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოეხდინა. აი ესეთი რაღაცები იყო სამწუხაროდ ცხოვრებაში და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ დროს ის გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა ეხლა რომ მითხრან გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებებს, ეხლა რომ ახსენდება, შეიძლება იმ პერიოდში ცოტა სხვა გადაწყვეტილებები მიმეღო. ეს გამომდინარე იქიდან ალბათ, რომ თვითონ ხასიათიც უფრო ახალგაზრდობაში ცოტა ფეთქებადი ხასიათის ადამიანი ვიყავი და ეს ეხლა ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს ყველაზე ცუდი დამახასიათებელი ფაქტორი ადამიანისთვის, ან ფეთქებადი ხასიათი და ბოლო პერიოდია, ბოლო წლებია ჩემი შეუცვალე, ასე ვთქვათ, აი ეს ფეთქებადი ხასიათი რაც არა რთულია, ძალიან რთულია, ურთულესია, მაგრამ მაინც უკვირტკიდეს ჩემს მეგობრებს, რომ ანუ შეიცვალე, სხვანაირი გახდი, სხვანაირი იყავი და მე ვფიქრობ, რომ დადებითისკენ, ანუ ეს ფეთქებადი ხასიათი არის ყველაფერში, ასე ცუდის მომტანი, ასე ვთქვათ და შესაბამისად ეს დათმობა ან იმ დროს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება
ისეთი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება მე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს შენს ცხოვრებაზე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დამახასიათებელი თვისება უნდა იყოს ადამიანისთვის რა. აი, ზოგადად დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრი რამ მოვიდა თქვენთან, ან თქვენ პიროვნება სხვანაირია? კი, ალბათ, ამ ურთიერთობამაც ადამიანებთან და მოიხსენებათ ახლა, როდესაც ექიმი ხარ, მით უმეტესად დატვირთული ექიმი ხარ და დღის განმავლობაში შეიძლება 40-50 ახალ ადამიანს შეხვდე. დამერწმუნებით 50 ადამიანს რომ მარტო გამარჯობა უთხრა, ეგეც დამღლელია და თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა პირობითად ვამბობ 40-50 ადამიანთან დიალოგი გამართო. წინადადება უთხრა, იმან დაგიბრუნო, შეკითხვა დაგისვას, შენ კითხო და ასე შემდეგ. ძალიან დამღლელია ეს. ამასთან ერთად მე უკვე სოციალურ ქსელებში უკვე ფიდბექი უკავშირი ამ პაციენტებთან დღის განმავლობაში დაახლოებით 250-300 ადამიანთან პასუხების მიწერ-მოწერა, ეს ძალიან რთულია რეალურად. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ შემცვალა რეალურად და ვცდილობ, რომ ვიმუშაო ისევ და ისევ ჩემს თავზე და უბრალოდ დავარეგულირო დროის ფაქტორის კუთხით ძალიან რთულია, პირადი ცხოვრებაც გქონდეს მოიტოვო და ასევე ეს პროფესიული კუთხითაც დაარეგულირო, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ ჯერჯერობით და ჯერჯერობით მაყოფილი ვარ ამ ყველაფრით და როგორ განვითარდება არ ვიცი მოვლენები, მაგრამ ჯერჯერობით უმკლავდები. თავარია სიამოვნებთ ის, რასაც აკეთებთ, ხო, ესე გამოდის. ძალიან დამღლელია, მაგრამ ერთადერთი ვისურვებდი უფრო მეტად, რომ თავისუფალი დრო დამრჩენო და ისევ ოჯახისთვის, შვილებისთვის, მეუღლისთვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემი პროფესია ჩემს პროფესიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ზუსტად ეს აპდეიტი საკუთარი თავის. ამიტომ ესეც არ არის, რომ შენ შეიძლება იცი რაღაცა და მორჩა ამით კარგად შეგიძლია წარმართო შენი პროფესია. არა, მუდმივი განახლებაა საჭირო, ამიტომ ამისთვისაც დრო უნდა გრჩებოდეს, რომ ლიტერატურას კითხულობდე, იცოდე რა წაიკითხო და დღის განმავლობაში გარკვეული პერიოდი დროის გარკვეული ნაწილი ზუსტად გქონდეს ამისთვის გათვალისწინებული, რომ ამის გარეშე ჩათვალე, რომ უკან წახვალ და ვერ იქნები მაღალი დონის ექიმი და ვერ შესთავაზე პაციენტებს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას. აპროტესტებენ დროის დეფიციტს ოჯახის წევრები? თავიდან უფრო მეტად იყო ალბათ უფრო პროტესტი, თუმცა მე როდესაც ეს მუდმივი ხასიათი მიიღო და ჩემი ყოველდღიური შრომა და ჩემი ყოველდღიური მუშაობა გაითავისეს, რომ მე არ ვთავდება ახლა კლინიკას რო დავტოვებ, არამედ გრძელდება სახლშიც. შემდგომ ალბათ თვითონაც მიხვდნენ ბავშვებიც, მეუღლეც, რომ ეს ჩემი ყოველდღიური მუშაობის რუტინა არის, სხვანაირად არ გამოვა და ამიტომ ბოლო პერიოდია აღარ აპროტესტებენ. თავიდან უფრო აპროტესტებდნენ, ეხლა ნაკლებად. ისე ახერხებთ, რომ აი თუნდაც შვილების ცხოვრებაში მაინც აქტიურად იყოთ ჩართული დროის დეფიციტიდან გამომდინარე. ვცდილობ, ალბათ უფრო უპირატესად ეს არის უფრო შაბათ-კვირას, ანუ შაბათ-კვირას უფრო მაქვს დრო იმისათვის, რომ დრო დაურთო და დაუთმო ჩემს შვილებს, მეუღლეს და მათთან ერთად გავატარო და ვცდილობ, რომ ჩართულიც ვიყო სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, ასე ვთქვათ. სხვების აზრს რამდენად ითვალისწინებთ? თუ ეკითხებით რჩევებს და შემდგომ თუ ითვალისწინებთ? ზოგადად ყოველთვის ადამიანი ვიყავ ისეთი, რომ სხვების აზრი მაინტერესებდა და ამასაც ბოლო პერიოდამდე ზოგჯერ განვიცდი კიდეც, რომ აი, როდესაც ადამიანი შენზე, ან მაგალითად ჩემზე რაღაც უარყოფით იტყვის და იყო ასეთი შემთხვევებიც ბულინგის სვერპლიც, ასე ვთქვათ, ჭყალებში ვიყავი. ანდროგენული ალოპეციის გამო, როდესაც ექიმი დერმატოლოგი საუბრობს დაავადებებზე, ისეთზე როგორც არის მაგალითად მისცვენა და ამის გამო
ბულინგიც კი იყო, ძალიან უარყოფითად განვიცდი ხოლმე მსგავსი ტიპის ინფორმაციას, ზოგადად გავრცელებას, თუმცა ამ კუთხითაც ბოლო პერიოდია მივხვდი, რომ თვითონ ზოგადად ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ზოგადად უარყოფით კონტექსტში განვიცდი უფრო მეტად. ეხლა ბოლო პერიოდია უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მივხვდი, რომ გარდაუვალია როდესაც ხარ ცნობილი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ექიმი ხარ თუ სხვა პროფესიის ხარ, გარდაუვალია ეს, რომ ვიღაცამ შენზე რაღაც უარყოფითი არ თქვას. შეიძლება არ იმსახურებ, აბსოლუტურად არ იმსახურებ ამას, მაგრამ ვიღაცა მაინც იტყვის და ბოლო პერიოდია პირიქით მოუწოდებ ხოლმე ჩემს ოჯახის წევრებს, რომ დამშვიდით და გაატარეთ, არ მოისმინოთ. თქვენ გამოგიმუშავდათ. მე გამომიმუშავდა, ხო, უფრო მეტად გამომიმუშავდა. ისინი უფრო ბრაზდებიან ხოლმე, მე ვაწყნარებ და ადრე ცოტა პირიქით იყო, მე უფრო მაწყნარებდნენ ხოლმე. მივხვდი, რომ გარდაუვალია ეს, როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ, შეიძლება არ იმსახურებდე, მაგრამ ვიღაცამ შენზე ცუდი თქვას. ზოგადად ინტერესდებით, რას ფიქრობენ თქვენზე, რას წერენ, რას ამბობენ? ნაკლებად, ბოლო პერიოდია, ნაკლებად ვინტერესდება. ამის პირდაპირ გეტყვი, დრო ისედაც არ მაქვს, ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ ამაზე დრო მე დამჩეს და დრო რომც გქონდეს, მაინც არა. არის ხოლმე რაღაც შემთხვევები, როდესაც რომლის უგულებელყოფა შეიძლება წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა უგულებელყოს, მაგრამ მირჩევნია ხოლმე, რომ ესეთი ინფორმაცია არ მოვისმინო, რომ მე არ ასე ვთქვათ, გაუბრაზდე და ამის მოთმენა, რომ რთულად ხდება ნებისმიერ ადამიანზეა საუბარი, შეიძლება ისეთი რაღაცა თქვან ადამიანზე, რომელსაც უბრალოდ ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ მოითმინო, როდესაც თან მით უმეტეს არ იმსახურებ ამას და რთული საკითხია, რომ მირჩევნია, რომ არ დამჩეს ამაზე დრო. ზოგადად კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ? ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია აბსოლუტურად. ყოფილა კიდეც შემთხვევები, როდესაც კრიტიკაც მიმიღია რეალურად, თუმცა ვცდილობ, რომ ყოველთვის ვიყო ობიექტური და ადამიანებთან ურთიერთობაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველა თავისებურია, პაციენტებთანაც მათ შორის შეიძლება პაციენტმა შეიძლება ისეთი შეკითხვა დაგისვას, რომელიც არის ასე ვთქვათ არაადეკვატური შეკითხვა და შენ ამ შეკითხვის ასე ვთქვათ რაღაც სწორად პასუხი მოგეთხოვება, მაგრამ რთულია. შეიძლება იმ შეკითხვაში თვითონ შინაარსი ისეთი იყოს შეკითხვის, რომ რაღაცნაირად შეურაცხყოფაც კი იყოს ექიმის. ისეთი შეკითხვაში შინაარსი იყოს შეურაცხყოფელი ექიმისთვის, მაგრამ რაღაცნაირად უნდა მოხდეს ამის დარეგულირება. რთულია ეს საკითხიც პაციენტს და ექიმს შორის კომუნიკაციის სკილები, ეგრეთ წოდებული ჩვევების გამომუშავება არის ხოლმე საჭირო. დღეს გადმოსახედიდან ალბათ ამ კუთხითაც ბევრად უფრო დახვეწილია ჩემი მუშაობის სქემა და მუშაობის პრინციპი, ვიდრე იყო მაგალითად რამოდენიმე წლის წინ. ეს შეიძლება ერთის შეხედვით ადამიანისთვის, რომელიც ადამიანს ვერ ერკვევა მედიცინაში, მეორეხარისხოვანად ჩავთვალოთ და ასეც არის მეორეხარისხოვანია, ვიდრე მაგალითად რომ ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, გამოცდილი, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკული კუთხით, მაგრამ მედიცინა ისეთი სფეროა, რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონია. ანუ აი ამ ურთიერთობის სკილების ჩამოყალიბებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია პაციენტის და ექიმის შორის ურთიერთობაში და ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. აი განტვირთვის და დასვენების საუკეთესო საშუალება რა არის თქვენთვის? განტვირთვის და დასვენების საუკეთესო საშუალება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის ვარჯიში. იმიტომ რომ მე თუ ვარჯიშის რამოდენიმე დღე გამოვტოვე, ვარ დისკომფორტში. დისკომფორტი მეწყება, ამიტომ პრაქტიკულად კვირაში 5 დღე მე ფიზიკურად აქტიური ვარ. ამისთვის
ერთადერთი საშუალება მაქვს ის, რომ ვივარჯიშო დილით, ამიტომ ჩემი დილა იწყება 6-დან 7-ის ნახევრამდე. ვიღვიძებ ფიზიკურად აქტიური ვარ დაახლოებით საათი და 10 საათი და 15 წუთი და შემდგომ უკვე განტვირთული, ან შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ შეიძლება ფიზიკური აქტივობით დაისვენო, მაგრამ დასვენებული, გონებრივად დასვენებული ვარ ხოლმე და მე უკვე 9-დან 10-ის ნახევრამდე უკვე კლინიკაში იწყება მიღების საათები. ვცდილობ ხოლმე, რომ კვირაში 2 დღე, მაგალითად შაბათი კვირა, როდესაც ისედაც არასამუშაო დღე, ანუ მიღების საათები არ მაქვს, დავუთმო ბავშვებს და ეს განტვირთვის ალბათ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად განტვირთვა, ასე ვთქვათ. ეს განტვირთვა შეიძლება იყოს სტუმრად მეგობართან წასვლა, მეგობარი როგორც სტუმარი შენთან მოდის, ან ბავშვების გაყვანა სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე და მსგავსი ტიპის განტვირთვის საათების მოწყობა. აი ამ გადმოსახედიდან არის ყველაფერი ისე, როგორც კარიერის დასაწყისში გსურდათ, რომ ყოფილიყო? შემიძლია ვთქვა, დიახ. ნამდვილად ასეა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვარ ადამიანი, რომელიც არ კმაყოფილდება მიღწეულზე, ასე ვთქვათ. მუდმივად მინდა, რომ უფრო მეტი აპდეიტი გავუკეთო ჩემს თავს. ის მინუსები, რაც ყველა ადამიანს აქვს და მათ შორის მეც მაქვს, მუდმივად ვცდილობ, რომ ეს მინუსები გამოვასწორო, მეცადო გამოსწორებას. რთულია ძალიან შენს მესაჯობო, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს უარყოფითი ხასიათის სხვადასხვა დამახასიათებელის, რაც მაქვს, გამოვასწორო და უფრო უკეთესი მე გავხდე. ხალხი რას ფიქრობს თქვენზე, როგორ განმოთ? ალბათ უმეტესობა და უმრავლესობა ალბათ დადებითად დამახასიათებს. მე აქ ვსაუბრობ ადამიანებზე, ვინც მე ესე ფიზიკურად არ მიცნობს და უბრალოდ შორიდან მიყურებს. თორემ მეგობრები და ახლობლები და ოჯახის წევრები რა თქმა უნდა დადებითად დამახასიათებენ. არა იმის გამო, რომ მე ვარ, არამედ ისინი მიცნობენ და იციან როგორი ადამიანი ვარ. და ჩემი დადებითი თვისებები კარგად იციან. უცხო ადამიანები, ვინც არ მიცნობენ, სავარაუდოდ უმეტესი ალბათ კარგად დამახასიათებს. ის რომ პოპულარული ექიმი ხართ, დიდი დოზით ხართ, თქვათ ეს იქნება ეკრანი, სხვადასხვა გამოცემები თუ ასე შემდეგ, პოპულარობამ დადებითი მეტი მოიტანა თუ უარყოფითი? დადებითი მეტი. უარყოფითიც მოიტანა ნამდვილად, ალბათ ამის გარეშეც წარმოუდგენელია, უარყოფითიც მოიტანა, მაგრამ რა თქმა უნდა თუ შევადარებთ, დადებითი უფრო მეტი მოიტანა ვიდრე უარყოფითი. წლების შემდეგ ისე თქვენ პროფესიაში ხედავთ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, აქტიურ ექიმად. რა თქმა უნდა, ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ თავს, არც მიფიქრია პროფესიის შეცვლაზე, შესაბამისად ვაპირებ, რომ ცხოვრების ბოლომდე ჩემს პროფესიას მიუძღვნა ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც დაგვითმოთ და გვიყურა. შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში.